ღამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყოველს დიდი სიყვარულით, იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. და ჩვენი დღევანდელი გაშლა იქნება ერთ-ერთმა გამომწერმა დამიწერა კომენტარებში გაშალე რას ნანობსო და მოდი ვნახოთ რას ნანობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით. გაშლა შეეხება ისეთ ურთიერთობას, სადაც დაუშვათ ამ წუთას არ არის კონტაქტი, ან დანგრეული, ან პაუზა არის ურთიერთობაში. აი ასეთ სიტუაციას შეეხება. კარგი, მოდი ვნახოთ. ჩაიფიქრეთ თქვენი ადამიანი, თქვით მისი სახელი და გვარი გულში. და მოდი გავიგოთ, რას ნანობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რას ნანობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით. რა ხდება ახლა აქ? მოკლედ, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება საკმაოდ არის სხვათა შორის სინანულში და ცოტა ისეთ მართლაც ნანობს იმას, რომ თქვენთან ურთიერთობის დროს ძალიან იცით როგორ იყო გაურკვეველი. გაურკვეველი ურთიერთობა შემოგთავაზათ თითქოს ამ პიროვნებამ. ძალიან დაბნეული იყო და თვითონ არ იყო ჩამოყალიბებული საკუთარ თავში და შემდეგ ეს ურთიერთობა გადავიდა რაღაც ამ წუთას არის ცვლილებების ფაზაში, თუმცა იმასაც ნანობს, რომ იმის მიუხედავად, რომ აი ამ ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებულიყო, ეს ადამიანი საკმაოდ სხვადასხვა ენერგიებშია. რაღაცა დოზით კი არის გაზრდილი, ვერ ვიტყვი, ისეთი ჩამოუყალიბებელი და უპასუხისმგებლო აღარ არის და მარტო ემოციებზე დამყარებული აღარ არის ეს პიროვნება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ძალიან ეწელება დრო თქვენთან მოსასვლელი, თქვენთან რომ აღადგინოს ურთიერთობა, ან გადაიყვანოს სხვა ეტაპზე ურთიერთობა. ძალიან ეწელება დრო და აი რომ არაფერი არ შეუძლია ამ წუთას რომ გააკეთოს და არ აქვს ამის თავი, ამას ნანობს თავის გულში ნამდვილად და მარტო ნანობს კი არა, ძალიან აგრესიით არის რაღაცნაირად აი აგრესიულიც კი გახდა ამ ყველაფრის გამო, რომ აი თითქოს როგორ არის იცით, აი ხელფეხშეკრული, ოღონდ გაურკვეველი მიზეზების გამო. აქედან გამომდინარე, რასაც და რომ მეუბნება, მიზეზი არის ის, რომ თვითონ არის საკმაოდ ესეთი ტიპაჟი ურთიერთობებში ჩამოუყალიბებელი და საკუთარ თავზე და საკუთარ ქმედებებზე თვითონვე ეშლება ნერვები და საკუთარ თავის მიმართ არის აგრესიულად განწყობილი. ნანობს იმას, რომ თქვენთან ძალიან დიდი დრო დაკარგა, ცუდად ვთქვი, ანუ თქვენთან მოსვლისთვის დიდი დრო დაჭირდა. ანუ თქვენი ურთიერთობა რაღაც სხვა ეტაპზე გადაიყვანოს, დიდი დრო ჭირდება ამ ყველაფრისთვის და ბევრს ფიქრობს. აი ამ ყველაფერს ნანობს ეს პიროვნება. მიუხედავად იმისა, რომ არის ცვლილებებში, ტრანსფორმაციაში, ურთიერთობაც და თვითონაც მაინც ვერ ჩამოყალიბდა ისეთ დონემდე, რომ თქვენ დაუშვათ ის ურთიერთობა შემოგთავაზოთ, რაც გნებავთ. და რასაც იმსახურებთ. კიდევ რას ნანობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით.
დაკავშირებით. აქ ვიტყოდი რას იცით მეგობრებო, არ ვიცი აქ რა მოხდა თქვენ შორის, მაგრამ ნანობს იმას, რომ თქვენ ისე მოიქცა, რომ თქვენ გაცივდით მის მიმართ და ეს ისე მოქცევა არის ის, რომ ამ ადამიანს ქონდა არჩევანი გასაკეთებელი და არ ვიცი, ყველასთან სხვადასხვა არჩევანია, რა თქმა უნდა, და მან ისეთი არჩევანი გააკეთა, რომ თქვენ ძალიან გაცივდით მის მიმართ, მიუხედავად სიყვარულისა, თქვენ შორის ძალიან დისტანცირებული ხართ მისგან, არაჩვენებთ არანაირ გრძნობას, მხოლოდ იცით როგორ ხართ, უცხო ადამიანი ვით რაღაცეთ, შეიძლება გქონდეთ კიდეც კონტაქტი ან ესე თქვენი გზები იკვეთებოდეს სადმე, მაგრამ არ იმჩნევთ, სრული იგნორი გაქვთ. ესეთი ენერგიები მომდის. თუმცა ეს ამ ადამიანს ჩვეულებრივ ცეცხლი უკიდია და ძალიან განცდის ამ მდგომარეობას, რა სიტუაციაშიც ჩავარდა თავისი მიზეზით და ძალიან ნანობს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი არის დეპრესიაში. ძალიან დიდი ემოციური ფონი აქვს და დეპრესიული. ეს სიტუაცია ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, რას ნანობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან დაკავშირებით კიდევ. აქაც რაღაც ისეთ სიტუაციას მიჩვენებს მეგობრებო, ეს ადამიანი ჯერ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ამ ადამიანზე ძალიან დიდი ზეგავლენა გაქვთ თქვენ, დიდი ძალა გაქვთ, მაგრამ არ ვიცი თქვენ რა სიტუაცია გქონდათ ამ პიროვნებამ, ან შეიძლება იყავით სამკუთხედში, მოკლედ რეალურად ამ ადამიანმა აქაც არჩევანზეა საქმე, დისბალანსში ჩაგაგდოთ ძალიან და თქვენთან ურთიერთობისთვის მას უნდა, ასე ვთქვათ, აერჩიეთ, მაგრამ თითქოს კი არც დასრულდა ეს ურთიერთობა, რაღაცა ერთ დონეზე არის გაყინული. და რაღაცნაირად ორივე მხარე არის მოლოდინის რეჟიმში. აქ საკმაოდ სწრაფი ენერგიები მიჩანს და ეს პიროვნება შეიძლება ძალიან მალე დაგეკონტაქტოს და გამოვიდეს კონტაქტზე თქვენთან, მაგრამ რეალურად ნანობს იმას, რომ ეს ურთიერთობა გააჩერა, გაყინა ერთ ადგილზე, არაფერი არ განავითარა. შეიძლება ახლა პირდაპირ ვიტყვი იმ ფაქტს, რომ თუ მის გვერდით არის სხვა ადამიანი ამ წუთას, ნანობს ამას ზუსტად და უყურეთ, გვერდით კი ყავს სხვა ადამიანი, მაგრამ ეს თქვენ რომ ასე ვთქვათ, მიწასთან გაგასწოროთ თავისი ქმედებით, მაინც თქვენსკენ მორბის და მაინც თქვენსკენ მოუჩქარის გული. მაგრამ არ ვიცი ახლა ეს რა შემთხვევა არის და ზოგადად ძალიან ხშირად ემართებათ ხოლმე მამაკაცებს ასე, რომ გვერდით ყავთ სხვა და გული სხვისკენ მიუწევთ. და ეს შემთხვევაც არის ზუსტად ეს სიტუაცია, რაც არ უნდა ვიღაცა ისეთი ყავდეს გვერდით, ამ ადამიანს მაინც თქვენსკენ მოუწევს გული და ნანობს ზუსტად იმას, რომ იცით რა მომენტია აქ, სევდა იპყრობს თითქოს ამ პიროვნებას, როდესაც თქვენ გიხსენებთ და ძალიან დარდობს და ნანობს იმ ყველაფერს,
როგორც მოიქცა თქვენთან. აქ ახლა ესე დეტალურად არ მიჩანს, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი ვიტყვი იმას, რომ ძალიან იცით, არ ვიცი, შეიძლება ასაკითაც პატარა არის თქვენზე, მაგრამ თუ პატარა არ არის, უბრალოდ ისეთი ტიპაჟია, რომ მას ზედმეტი პასუხისმგებლობები არ უყვარს და გვერდით ზუსტად ისეთი ყავს ვისთანაც არ აქვს ეს პასუხისმგებლობები, მაგრამ თუ დაუშვათ ყავს მეუღლე, კიდევ რაღაცა ზედმეტი პასუხისმგებლობა არ უნდა ამ პიროვნებას. არ უნდოდა და აი ამას ნანობს ზუსტად, რომ თქვენთან შანსი არ გამოიყენა. კიდევ ერთხელ ვიკითხავ, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ და ჩაიფიქრეთ თქვენი არჩეული პიროვნება, რას ნანობს თქვენთან დაკავშირებით. ხო, აქ არის პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ თქვენ ვინ ხართ მისთვის, ამ ადამიანისთვის, აი, საყვარელი ადამიანი ხართ და მას თქვენს მიმართ აქვს გრძნობები ნამდვილად, აი შეყვარებული არის თქვენზე ეს პიროვნება, მაგრამ ვიტყოდი იმას, რომ თქვენ უფრო მაღალ ვიბრაციებში ხართ ვიდრე ეს ადამიანი. ეს ადამიანი საკმაოდ ისეთია, რაღაცა თითქოს კი წყვილი ხართ, ან იყავით, მაგრამ უყურეთ, რაღაცით ნაკლებია ეს პიროვნება თქვენზე. შეიძლება სტატუსით, შეიძლება მართლა სულ ვიძახი ხოლმე შეგნებასაც და ანუ შეიძლება შეგნებითაც ნაკლებია თქვენზე ფინანსურად და ასე შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა, რაღაცა არის ისეთი, რითიც ძალიან თუნდაც ერთი ნაბიჯით ქვემოთ არის თქვენზე. და სხვათა შორის ვიტყვი იმას, რომ ამ ადამიანს საკმაოდ აწუხებდა ეს ფაქტი და იცით რა, იმისთვის რომ თქვენ გაგსწორებოდათ, აი თქვენი სწორი ყოფილიყო, მან ძალიან ჩათვალა, რომ ბევრი პასუხისმგებლობა, ბევრი ტვირთი უნდა ეზიდა. აი ტვირთი იყო მისთვის ეს ურთიერთობა თითქოს, მიხვდით? და ჩააგდო, არ ვიცი რა მოხდა თქვენ შორის, შეიძლება სრულიად ისე წავიდეთ თქვენგან, რომ აი არაფერი არც აგიხსნათ, არაფერი არ გითხრათ და სულ ქაოსში და გაურკვევლობაში დაგტოვოთ და აი დინებას მიანდო ეს ურთიერთობა თითქოს. და ნანობს ზუსტად აი ამას, რომ რაღაც თვითონვე შეიქმნა რაღაცა ტიპის ილუზიები, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა, თვითონვე რაღაცები, ისეთი რაღაცები იფიქრა და გადახარშა თავის გონებაში, რაც მართლაც თქვენ საერთოდ შეიძლება არც გაწუხებდეთ ეს ყველაფერი, რაც მას აწუხებდა და არც იცოდით მისი ამ წუხილების შესახებ. და ზუსტად აი ამ მიზეზით ეს ადამიანი აი შეიძლება მოულოდნელად აი გაქრა თქვენგან და დაგტოვოთ სრულ კითხვის ნიშნებში, გაურკვევლობაში და დღემდე გაწუხებთ შეიძლება აი ეს რატომ მოიქცა ეს ადამიანი აი ასე და ზუსტად აი მიზეზი ეს არის, რასაც გეუბნებით, თავისი შექმნილი ილუზიები და რა მომენტი იცით, რომ კი მიყვარს ეს ქალი, მინდა მასთან და ყველაფერი, მაგრამ მე მას ვერ დავეწევი და მას რომ დავეწიო, ძალიან ბევრი რამე უნდა გავაკეთო ამისთვის და აი ზუსტად ამ ყველაფრის გაკეთება რომ არ უნდოდა, რატომაც იფიქრა, რომ ბევრი არჩევანი ქონდა ცხოვრებაში თქვენს გარდა და აღმოჩნდა, რომ არც არაფერი არ ქონია და არც არავინ არ ყოლია არჩევანი თქვენს გარდა და ზუსტად ამას ნანობს ძალიან. სულ ეს იყო მეგობრებო ჩვენი დღევანდელი გაშლა. თუ თქვენს რეზონირდა, დამიწერეთ კომენტარებში და ვისაც არ გყავართ გამოწერილი, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რომ უფრო ბევრმა ადამიანმა ნახოს და უფრო გაფართოვდეს ჩვენი საზოგადოება. ვისაც გნებავთ პირადი კონსულტაციები,
შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 591-16-13-25 WhatsApp-ზე ან Viber-ზე. და კიდევ შეგახსენებთ, რომ ყველაფერი ცვლილება უნდა დაიწყოთ საკუთარი თავისგან და არა კონკრეტული სიტუაციის ან კონკრეტული ადამიანისგან. როდესაც საკუთარი თავისგან დაიწყებთ ცვლილებებს, მაშინ ყველაფერი დაალაგდება თქვენს ცხოვრებაში და მაშინ მოვა ზუსტად ის, რასაც იმსახურებთ, რაც გინდათ მთელი გულით. ასე რომ შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩემთან coaching-ულ და ტაროს სესიებზე, რაც ძალიან დადებით შედეგს მოგიტანთ ზუსტად აი ამ მხრივ. დაგემშვიდობებით ახლა 7 ღამეს გისურვებთ ყველას.